ახალ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამას დღეს ამბროლაულში მცხოვრები მორუსიძეების 5-სულიანი ოჯახი გაეცნო. პროგრამის დეტალებზე მათ ჯანდაცვის მინისტრი ესაუბრა. მორუსიძეების 3 შვილი ყავთ. სექტემბრიდან 4 წლის ნიკა და 1 წლის ნათია სახელმწიფო სადაზღვევო პოლისებით ისარგებლებენ. მოგვიანებით მისმა ამბროლაულში შეფასე მედიკალ პარკ საქართველოს კუთვნილი სამედიცინო ცენტრი მოინახულა და მედპერსონალს გაესაუბრა. თანამედროვე სტანდარტების 25 საწოლიან კლინიკაში პაციენტებს ყველა საჭირო მომსახურების მიღება შეუძლიათ. სამედიცინო ცენტრში 76 ადამიანია დასაქმებული. საავადმყოფოს ასაშენებლად სადაზღვევო კომპანია ეს ჯგუფმა 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. კლინიკა 2011 წლის აგვისტოში გაიხსნა. ძალიან მოხარული ვარ დღევანდელი დღით და კარგი არის ძალიან რომ ამ სადაზღვევო პროგრამაში ჩაერთვებიან ჩემი შვილები. მე თავისთავად ჩართული ვარ როგორც პედაგოგი. დღეისათვის ხდება კიდევ ერთხელ პერსონალთან შეხვედრა, იმ პრობლემების გაცნობა, რაც გადასაჭრელია და ყველა იმ საკითხის კიდევ ერთხელ გავლა, რომელიც იგივე ზაფხულის სეზონის, საკურორტო სეზონის მომზადებასთან დაკავშირებით არის შესატარებელი. საავადმყოფო გათვლილია 25 საწოლზე.